აი მაგალითად დამცირების ტრავმა არსებობს ესეთი. რა თქმა უნდა, თქვენ სწორად შენიშნეთ მარტა, მშობელს მხოლოდ პოზიტიური განზრახვა აქვს, მშობელს ყველაზე მეტად უყვარს ბავშვი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ბავშვი ამას ვერ ხვდება და ვერ აცნობიერებს. მას გონია რომ ისე ძალიან არ უყვართ, არ არის საკმარისი, არ არის აღიარებული. და დამცირება არის ის კაბრეზული ხუმრობები, რომელიც შეიძლება ძალიან ჩვეულებრივად ეხუმრებოდა გარეგნობაზე, სიმსუქნეზე, სიგამხდრეზე, ნაკვთებზე, ცხვირზე, ან რაღაცა რო არ გამოსდის იმაზე, ან რო ადარებენ ვინმე სხვას. და ეს დამცირების შედეგად ადამიანი როგორი გამოდის, მე რაში ვლინდება. ის შეიძლება იყოს თვითონ ცინიკოსი გახდეს და მისთვის იყოს ეს, ასე ვთქვათ, ქცევა გამკლავების მექანიზმი ერთ-ერთი, ან პირიქით რაღაც მაზოხისტური ტენდენციები დაეწყოს და საკუთარი თავის დაზიანება, საკუთარი თავის დაჩაგვრა და დამცირება გახდეს მისი მთავარი სტრატეგია.